რაც გინდა რომ გახდე, ეს ყველაფერი შენშია. შენს ყველაზე დაფარულ ღრმა ფიქრებში და წარმოდგენებში. შენ ყოველ დღე ამ ფიქრებით ქმნი შენს პერსონას, შენს პერსონაჟს და შენს რეალობას. მოგესალმები, მე მარიამ დულსკიენე ვარ, შენ კი ჩემს YouTube არხზე ხარ, სადაც ვსაუბრობთ ფიქრების მართვის ხელოვნებაზე. ძალიან ხშირად ადამიანები გაურბიან, რომ ამ რეალობას თვალებში შეხედონ. რეალობა, სადაც ვამბობთ, რომ ჩვენ ცხოვრებას ვქნით ჩვენ და პასუხისმგებლები, ჩვენც როგორც კარგ, ასევე ცუდ მოვლენებზე ცხოვრებაში ვართ მხოლოდ ჩვენ. რა თქმა უნდა, მარტივია დავაბრალოთ სხვას, გარემოს, ბაზარს, მშობლებს, მეგობრებს, ბავშვურ ტრავმებს, ბედს, რომ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა რომ იყოს და რთული ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ადამიანები ხშირად თითქოს რაღაც ფილმში არიან, რომლის რეჟისორი სრულიად სხვა პერსონა არის და მათ თითქოს აიძულებენ, რომ ტიტრების ბოლომდე უნდა უყურონ არსებულ სიუჟეტს, რომელიც მათ ბედნიერებას საერთოდ არ ანიჭებს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დახურავს ამ ვიდეოს ბევრი მსმენელი პირველივე წუთებში. იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის, როდესაც სხვებს ვაბრალებს ჩვენს პრობლემებს და მტკივნეული მოსასმენია, როცა გვეუბნებიან, რომ დღეს თვითონ შენ ქმენი შენი რეალობა. უფრო მარტივია დავაბრალოთ გარე ფაქტორებს, ვიყოთ მსხვერპლის როლში და ზოგჯერ ეს რაღაცნაირი კომფორტის მომენტიც არის ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გრძელდება. მაგრამ თუ შენ ჯერ კიდევ მისმენ, ესე იგი გულის სიღრმეში გრძნობ, რომ შენ რაღაცა უფრო მეტისთვის ხარ დაბადებული. გულის სიღრმეში გრძნობ, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული გელოდება ამ ცხოვრებაში. თუ ეს ასეა, მაშინ არ ჩასკროლო, დარჩი ჩემთან ერთად, რომ ვისაუბროთ იმ თეორიებზე, რომელიც გვეხმარება ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში. და თუ დღეს შენ ხარ ძალიან დაღლილი სხვადასხვა პრობლემით, გეჩვენება რომ ცხოვრება ერთი და იგივეა თითქოს ყოველ დღე, არაფერი არ იცვლება, ან ცდილობ რომ შეცვალო, მაგრამ მაინც არ გამოდის, მოიწონე ჩემი გვერდი, რომ შეტყობინებებმა შეგახსენონ ახალი ვიდეო შესახებ, რადგან თითოეულ ვიდეოში მე გაგაცნობ თეორიებს, გაგაცნობ პრაქტიკებს და ჩემს პირად გამოცდილებას, იმიტომ რომ ჯერა ყველაზე მეტად ზუსტად სხვების გამოცდილება მუშაობს და სხვების ცხოვრების გაცნობა გვეხმარება, რომ გქონდეს მოტივაცია შევცვალოთ ჩვენი რეალობა. თუ შენ გაღვიძებისთანავე ეჯახები სამყაროს, რომელიც შავ-თეთრია, დილიდან ზარები, შეტყობინებები, ფინანსური პასუხისმგებლობები, თუ შენი სხეული გაღვიძებისთანავე გრძნობს თუ როგორ დაიღლება დღის ბოლოს და თითქოს ნათელი შუქი გვირაბის ბოლოს საერთოდ არ ჩანს, დამიჯერე მე ძალიან კარგად მესმის შენი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არაერთი წლის მანძილზე მაქვს გამოცდილი. თუ შენ ყოველ დღე ერთი და იგივე ფიქრებს ატრიალებ თავში, მაშინ შენი ეს ფიქრები რეალურად გიდასტურებენ, რომ მართალი ხარ. რამდენჯერ გიფიქრია, რომ გინდა თავისუფლება, მაგრამ ჯერ ამას ვერ მიაღწია. რამდენჯერ გიფიქრია, რომ გინდა სიუხვეში ცხოვრება, მაგრამ დღესაც მაინც გააქვს დანაკისის შეგრძნება. რამდენჯერ გიოცნებია პარტნიორზე, რომელთანაც ბედნიერი იქნებოდი და გაიზიარებდი მასთან შენს ბედნიერ ცხოვრებას, მაგრამ დღეს ან ხარ არც თუ ისე ბედნიერი პირად ურთიერთობაში, ან იმის შიშით, რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა, საერთოდ ვერ დგავ ნაბიჯს, რომ ადამიანი შენს ცხოვრებაში შემოუშვა. თუ ეს ყველაფერი დღითი დღე, ყოველ დღე ერთი და იგივე ფიქრებით მეორდება შენს თავში, მაშინ რა თქმა უნდა, სამყარო ზუსტად პასუხობს შენს დაკვეთას, სამყარო პასუხობს შენს ფიქრებს, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი, თუ შინაგანად გრძნობ ამ დანაკლენ, შინაგანად გრძნობ შიშს, მაშინ ის ველი, რომელშიც იმყოფები, ზუსტად იგივეთი გიპასუხებს. სამყარო რეალურად არ რეაგირებს იმაზე, რასაც ხმამაღლა ვამბობთ. სამყარო რეაგირებს იმაზე, რაც გვაქვს შიგნით, რასაც გრძნობთ, რასაც ვასხივებთ. და რამდენი ტექნიკაც არ უნდა ატარო, რამდენი მანიფესტაციაც არ უნდა გააკეთო, დღიურები წერო, მედიტაციებს დაუთმო დრო და სხვადასხვა ტექნიკები გამოიყენო სურვილების ასასრულებლად, მანამ სანამ შინაგანად არ გამოასხივებ ყველაფერს იმას, რაც გინდა რომ ცხოვრებაში გქონდეს, ყოველ დღე სამყარო გამოგიგზავნის ერთი და იგივე სიტუაციებს, ერთი და იგივე სცენარებს, ზოგჯერ შეიძლება ოდნავ განსხვავებული პრიზმით.
მაგრამ საბოლოოდ გამოცდილება ერთი და იგივე იქნება. ისევ შეშინებული, ისევ გულდაწყვეტილი, ისევ ნაკლები სიყვარულით გარშემორტყმული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულია, ვიცი, რომ გაიაზრო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო და თავარი წერტილი ზუსტად ამის გააზრება არის. მანამ სანამ რაიმე ტექნიკაზე გადავალთ საერთოდ და რაიმე მატერიალურ სამყაროში დავიწყებთ მოქმედებებს იმისათვის, რომ მოცნებები ავიხილოთ. თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს გაიაზრო, რომ შენ ქმნი, შენი ფიქრებით, შენი შეგრძნებებით, შენი შინაგანი ძალით და იმის, რისიც მართლა რეალურად გულწრფელად გჯერა, როდესაც არავინ არ გიყურებს და შენს თავთან ხარ მარტო. აი, ამით ქმნი შენს ყოველდღიურობას. მოდი ახლა წარმოიდგინე ძალიან დიდი კინოთეატრი, სადაც რამოდენიმე ეკრანია ჩართული. ზოგი ეკრანი აჩვენებს, რომ ხარ ბედნიერი პირად ურთიერთობაში, ზოგი, სადაც ბევრი ფული გაქვს და ხარ წარმატებული. არის ეკრანი, რომელიც აჩვენებს, რომ ხარ ჩანმრთელი, გაქვს კარიერაში მიღწევები. შესაძლოა იყოს ერთი ეკრანი, რომელიც ამ ყველაფერს ერთადაც კი გაჩვენებს. მაგრამ შენ უყურებ კონკრეტულ ერთ ეკრანს. და ეს ეკრანი ასახავს სწორედ იმ შენს დღევანდელ მდგომარეობას, რომელშიც ხარ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მილიონობით პოტენციალი და შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება შენი რეალობა გახდეს ხვალ, შენ დღეს უყურებ შენი ფიქრებით შერჩეულ კადრებს და სიუჟეტს. და მანამ სანამ იფიქრებ, რომ ცხოვრება რაღაცას გიკეთებს, რომ ეს ასე ხდება ყოველდღე და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, რომ უბრალოდ ასეთი ბედი გაქვს, რომ უბრალოდ ასეთ ოჯახში დაიბადე, რომ უბრალოდ ისეთ ქვეყანაში დაიბადე, სადაც შესაძლებლობები არ არის და სხვა ფიქრებს სანამ უტრიალებ შენს თავს და სანამ არ დგები იმისათვის, რომ აიღო ხელში პულტი და უბრალოდ გადართო ეკრანი და უყურო ზუსტად იმ სიუჟეტს, რომელიც შენ სულს და გულს გაუხარდება, მანამდე გააგრძელებ ერთი და იგივე პერსონაჟების ყურებას და ერთი და იგივე გამოცდილებების მიღებას ამ ცხოვრებაში. თუმცა შენ არ ხარ ამაში დამნაშავე. ჩვენთვის არავის არ უსწავლებია, რომ ცხოვრება ეს არ არის რაღაცა ფიქსირებული ბოქსი, რომლის ცვლილება ჩვენ არ შეგვიძლია. განსაკუთრებით ჩემს თაობას და ჩემს უფროს თაობას, პირიქით გვასწავლებდნენ, რომ ფული ჭუჭყია ხელის, ხო, რომ არ შეიძლება იფიქრო მატერიალურ დობლაცზე, რომ როდესაც დავემშვიდობებით მატერიალურ სამყაროს, იქ გავსხივოსდებით და მოკლედ ბევრი ესეთი ცრურწმენა, ბევრი ესეთი სტერეოტიპი ნამდვილად ჩაგვისახეს ბავშვობაში ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა გარემოცვამ, ჩვენმა სკოლებმა, რომლის მსხვერპლი შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ვართ. მაგრამ აქ არის თავარი მაგრამ. ყოველთვის არსებობს მომენტი, როდესაც ის თუ რა იცი და ის თუ რას იყენებ, უკვე ხდება შენი არჩევანი. მე სულ ვამბობ, რომ დამთხვევების არმჯერა, შემთხვევითობები ცხოვრებაში არ არსებობს. და შენ თუ დღეს ჩემი ვიდეო შეხვდა YouTube-ის 100,000-ობით მილიონობით ვიდეოებს და YouTube ჩანელებს შორის, ეს შეიძლება ნამდვილად ჩათვალო შენ, რომ ნიშანია სამყაროსგან. ნიშანია სამყაროსგან, რომ შეცვალო, მინიმუმ დაიწყო ცვლილება შენი დამოკიდებულების სამყაროს მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი ცხოვრების მიმართ და შენ დღეს აიღო პასუხისმგებლობა და გადაწყვეტო, რა გინდა რომ იცოდე, რა გირჩევნია რომ იცოდე, რისი გინდა რომ გჯეროდეს, რომ ბედზე არის ყველაფერი დამოკიდებული და შენი ცხოვრება უკვე გაწერილია ვიღაცის მიერ და ვერაფერს ვერ შეცვლი. თუ გინდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი შენს ხელშია და შენ ხარ რეჟისორიც, ჯადოქარიც, შემქმნელი შენი ცხოვრების. როდესაც პირველად გავიგე ფრაზა შენ ქმნი შენს რეალობას, ძალიან გავბრაზდი. და ძალიან მკივნეული იყო ამის მოსმენა, იმიტომ რომ მახსოვს ეს იყო პერიოდი, რომელიც შემიძლია შევადარო საშინელებათა ფილმის ერთ-ერთ სიუჟეტს. ყოველდღე ვიღვიძებდი იმ ფიქრებით, რომ რატომ არ გამიმართლა ასე ძალიან ცხოვრებაში. ყოველდღე შიშებით, რომ ვერ გავუძლებდი და ვერ გადავიხდიდი იმ ფინანსურ გადასახადებს, ვალდებულებებს, რომელიც მქონდა.
ვინც მარტო ხელა დედა ხართ, ძალიან კარგად გეცოდინებათ და გამიგებთ თუ რა რთული არის გაზარდო შვილი მარტომ, როდესაც ფინანსური, ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური, მოკლედ ყველანაირი პასუხისმგებლობები მხოლოდ შენ გაკისრია. ყოველდღე ვიღვიძებდი ფიქრით, რომ მე ნორმალური ურთიერთობა იდეალურზე და ბედნიერებაზე აღარ იყო ლაპარაკი, არ მეღირსებოდა ცხოვრებაში, იმიტომ რომ 4 წელი ვიყავი ისე ტოქსიკურ ურთიერთობაში, რომლის მსგავსი არც კი გამეგო. არა თუ საკუთარ თავზე გამომეცა და ეს იყოს პერიოდი, როდესაც პირველად დავიწყე ურთიერთობა манипуლატორ ნარცისთან, რომლისგანაც წამოსვლა და ურთიერთობის დამთავრება ფაქტობრივად შეუძლებლად მეჩვენებოდა. და ყოველდღე ერთი და იგივე ფიქრები და მართლა შეგრძნება და მართლა იმის რწმენა, რომ რა დავაშავე და ცხოვრება ასე რატომ ეგცევა. და ამ დროს მახსოვს, მაქვს მხოლოდ 100 ლარი ზედმეტად, ეს არის 2020 წელი. როდესაც ერთ-ერთ ტრეინინგზე დავრეგისტრირდი, ოღონდ ამ ტრეინინგის შეძენა ინტერესის გამო ნაკლებად, უფრო სასოწარკვეთი მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ამ ყველა პრობლემასთან ერთად დამატებით სამსახურშიც პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ ვერ ვითარდებოდა ისე როგორც უნდოდა, არ ჰქონდა ის შესაძლებლობები, რაც უნდოდა და ნუ მოკლედ აქედან წამოსვლაც მომიცია. და რომ წარმოიდგინოთ, ვზივარ ოთახში, შავი ეკრანის წინ ლეპტოპის, ყიდულობ ამ ტრეინინგს, ვიწყებ და ადამიანი მეუბნება, რომ იცი რა მარიამ, დღეს აი ეს ყველაფერი რაც მოვყევი, შენი ბრალია. შენი პროექცია, შენი ფიქრებით შექმნილი რეალობაა. და რა თქმა უნდა ძალიან გაუბრაზდი, რა თქმა უნდა ძალიან მეტკინა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის საკუთარ ცხოვრებაზე აიღო პასუხისმგებლობა, ჩახედო რეალობას თვალებში და თქვა რომ კი, ეს ტოქსიკური ურთიერთობა, ეს უფულობა, ეს თავზე რომ ენგრევა სახლის მდგომარეობაში რომ არის და ეს წარუმატებელი პროექტები თუ არ თუ ისე სასიამოვნო გუნდი რომელთანაც ვმუშაობ, ყველაფერი ჩემი თავიდან მოდის. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი ვარ და სხვანაირად ჩემ ცხოვრებაში უბრალოდ არ ხდება და არ მოხდება და ჯობია შევეგუო. რამდენს გსმენიათ, ან რამდენს წარმოგიდგონ თქვენ თვითონ ეს ფრაზა. საათობით შევეძლო მესაუბრად ჩემს მეგობრებთან, თუ როგორ არ გამიმართლა, თუ როგორ ყველა დამაშავე იყო ჩემს გარშემო და თქვენ რომ მაშინ ჩემთვის მოგესმინათ, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად იგივეს იფიქრებდით, მითანაგრძნობდით და მეტყოდით, რომ ხო, მანამ ძალიან წუხარ, როგორ არ გიმართლებს, ყველაფერი შენ როგორ გემართება. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ცოტა შავბნელი პერიოდი მქონდა, ეს ჩემი ბოლო 100 ლარით შევისყიდე ტრეინინგი, რომელსაც სულ რამოდენიმე დღით ჩამირთეს წვდომა, იმ იმედით, რომ ვიშოვიდი 2000 ლარს და გადავიხდიდი კონკრეტულ პროგრამას, რომელიც ასეც მოხდა. და პროგრამის დაწყებიდან სადღაც 2 კვირაში ზუსტად ის თანხა მქონდა ხელში, რომელიც მჭირდებოდა, რომ ტრეინინგი გადამეხადა და ეს არის ის პერიოდი, რეალურად, როდესაც დავიწყე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც დამეხმარა, რომ მე ყველა ის ტექნიკა და ის პრაქტიკა, რომელსაც ჩემს YouTube არხზე გაგიზიარებთ, შედეგიანი ყოფილიყო. დღეს მყავს ქმარი, რომელსაც რომ შევხვდი, რაღაც მომენტში შემეშინდა, იმიტომ რომ ჩემი ბლოკნოტებში დაწერილი და აღწერილი ადამიანის ანალოგი იყო. დღეს მაქვს ის შეგრძნება და ის მდგომარეობა, როდესაც ფინანსურად არ ვნერვიულობ ნამდვილად იმაზე, თუ როგორ გადავიხდი სკოლას, ბავშვისას და როგორ დავასვენებ ზაფხულში დასასვენებლად, პირიქით ბევრს მოგზაურობთ, შეგვიძლია ვიყიდოთ რაც გჭირდება, რაც გვინდა, ვარ ბედნიერი ჩემს გუნდში, ჩემს კომპანიაში, სადაც ვმუშაობ და უკვე ჩემ თავს მივეცი იმის უფლება, რომ თუნდაც აი ეს ჩემი YouTube არხი გამეკეთებინა და სხვა მიმართულებითაც განვითარებულიყავი. ვსწავლობ თბილისის გეშტალტის ინსტიტუტში და ჩემს თავს ძირს მივეცი შესაძლებლობა, რომ გამეგრძელებინა სწავლა იმ მიმართულებით, რაც მინდოდა. და დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს თეორიები მუშაობს, ეს პრაქტიკები მუშაობს, ყველა ის ტექნიკა მუშაობს, რომელსაც მე თქვენ გაგიზიარებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება, რასაც თქვენს მაგივრად ვერც მე და ვერც ვერავინ თქვენს ცხოვრებაში ვერ გააკეთებს. ამ ისტორიას მე გავაგზავნებ შემდეგ ვიდეოში და უფრო დეტალურად მოგიყვებით, თუმცა მანამდე მინდა, რადგან დღეს 30 დეკემბერია,
მთელი გულით მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ ყველა იმ ოცნების და სურვილის ასრულება და მთელი გულით მინდა რომ თქვენ ეს შეძლოთ, იმიტომ რომ მე ვიცი რას ნიშნავს როცა ხარ ცუდა და მე ვიცი რას ნიშნავს როცა ხარ ბედნიერი და რაც უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება ჩემს გარშემო, უფრო ბედნიერი ვიქნები მეც. შემდეგ ვიდეოში ამ ისტორიის გაგრძელებას მოგიყვები და ახალ ტექნიკასაც შემოგთავაზებ, თუმცა დღეს რადგან 30 დეკემბერია, ძალიან მინდა რომ პირველ რიგში მოგილოცოთ ამდეგი 2026 წელი და მთელი გულით გისურვო, რომ ყველა შენი ოცნება აგიხდეს მომავალ წელს. თუმცა როგორც უკვე ვისაუბრეთ, ამის ეს ყველაფერი არ ახდება, თუ შენ არ აიღებ პასუხისგებლობა შენს თავზე, მაგრამ მე მინდა რომ დაგეხმარო ამ პასუხისგებლობაში. და მოგცე საჩუქარი, სავარჯიშო, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება 2026 წლის სწორად დაგეგმარების პროცესში. არ დაგავიწყდეს რომ მოიწონო ჩემი ვიდეო, თუ გამოგეხმაურა ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვისაუბრე, მოიწონო ჩემი არხი, მე კი ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებ ბულს ქვემოთ, სადაც შეგიძლია რომ საჩუქარი მიიღო ჩემგან. გილოცავ კიდევ ერთხელ და დროებით შევხვდებით 2026-ში.